შევარდა და პირდაპირ ამას ჯარს აი ამ ადგილზე სადაც გარღვევა იყო პირდაპირ დარიოსისკენ დააწვა ანუ დარიოსი დაინახა კიდევაც რა დარიოსმა რო დაინახა ეს ჯარი წინ მიდის ყველა ამ ჯარზე მოდი ამ ჯარზე ვილაპარაკოთ სანამ ალექსანდრე ამას დაარტყავდა დარიოსმა გადაწყვიტა თავის საბრძოლო ეტლები გაეშვა და გადაეთელა ბერძნების ფალანგარი რაღაც ესეთი შუბებიათ გამოწეული წინ მოდიან ეტლი რომ მოდის ეს თქვა ეტლი იყოს ეტლი რომ მოდის ესენ უბრალოდ ესე გაიწივნენ აი ესე და ეტლი შეუშვეს შიგნით მერე აქედან შუბებით ესენი ჩახოცეს ვინც ვერ ჩახოცეს იმან უბრალოდ გაიარა და იქით მხარეს გავიდა ამათ აღავ ძალიან მაგარი ცხენოსანი ჯარი პარმენიოს მაგრა გაუჭიდა ესენი ისეთი ძალით მიეძვეს სპარსელის ხედრობა რომ ზოგმა პარმენიონთან ხო ბრძოლა მიდის ზოგმა აი ესეც კი ჩამოირბინა აი ესე და ბრძოლაში არ ჩაებოდა პირდაპირ აი აქ მივიდა სადაც ბერძნების აღალი იყო იმ იმედით რომ რაღაცას გაძარცვავდნენ და მოიპარავდნენ ასე შემდეგ და პარმენიონი არის ძალიან შავდღიში ეტლებმა ვერაფერი ვერ გააკეთეს და ფალანგები უკვე მიაწვნენ ამის ძირითად ჯარს დაეჯახნენ ამ გრძელი შუბებით და აი ამ დროს ალექსანდრე შეცვლას აკეთებს აქედან დარიოსმა დაინახა ალექსანდრე აქ არის უკვე მოსული და გაიქცა ეს ვირთხა ესა და გარბის ეს დარიოსი მოსდევს ალექსანდრე მაგრამ ამ დროს ეს პარმენიონის ბიჭი მოვიდა თუ ვიღაც არ ვიცი მგონი ბიჭი იყო აქედან ცხენით როგორღაც აქამდე მოაღწია და ალექსანდრეს ეუბნება დარიოს რომ მისდევ ახო პარმენიონის მაგრა უჭირს ჩვენი ცხენოსებს უშაიხოცებიანო კავალერიაო უყურებს ეს